გესალმებით, მეგობრებო. Ფარის დაბნელება გვექნება 28 აგვისტოს. რა ტენდენციები იქნება მოსალოდნელი ამ დაბნელებაზე, რას ველოდოთ, რა გავითვალისწინოთ, ავხსნით დაბნელების ფონს ზოგადად, რა ასპექტები აქვს ამ დაბნელებას, რა არის თვითონ დაბნელების ხასიათი, თევზებში მაგალითად 5-6 გრადუსი იქნება ეს დაბნელება და რას მივაქციოთ ყურადღება, რადგან ფაქტიურად ახლა მთვარის დაბნელება ასრულებს მზის დაბნელების ციკლს. ანუ ორი კვირის წინ იყო მზის დაბნელება, გაიხსნა, ესე რა ვთქვათ, ახალი დასაწყისების, ეკოს გაცნობიერების პერიოდი, იმიტომ რომ ლომში იყო ეს დაბნელება მზის და შემოიტანა ინდივიდუალური ენერგია, რომ ვინ ვარ მე, როგორ მინდა რომ ჩანდე, როგორ მინდა რომ გადაწყვეტილებებს ვიღებდე, ანუ ფონი მზის დაბნელების იყო ყველასთვის უფრო ეს ინდივიდუალიზმის გამოხატვის რა ახალი გზები უნდა ვეძებოთ და აი ახლა მთვარის დაბნელება თევზების ზოდიაქოში ცოტა სხვანაირად მუშაობს, მაგრამ ფაქტიურად ასრულებს ციკლს იმ კუთხით, რომ აი ის მზის დაბნელების ციკლი, რომ მე რო გამოვხატე ჩემი თავი და ჩემი სურვილების რეალიზება მოვახდინო, ამისთვის რა მჭირდება და მთვარე თევზებში აჩვენებს, რომ ემოციურად რაღაც წარსული და რა მაქვს გასაშვები, რომ იმ მზის დაბნელების ენერგიაში შევიდე. აი ეს არის ხოლმე აქ ყოველთვის საინტერესო, იმიტომ რომ მთვარის დაბნელება თევზების ზოდიაქოში რა არის, რომ ამოტივტივდება, როგორც წესი მთვარის დაბნელება ეს არის მთვარის ყველაზე ისეთი ინტენსიური, ძლიერი ემოცია, რომელიც აჩვენებს, რაც დაფარული იყო არაცნობიერში, ისედაც თევზები ქვეცნობიერს მართავს, ისედაც მართავს ქვეცნობიერ სურვილებს, შინაგან სურვილებს. ვინ ვარ მე მაგალითად, ოღონდ ემოციურ სტრუქტურაში, რა ოცნებები მაქვს, რა არის ჩემში დაფარული, რომელსაც ვერ ხედავდი, რაღაც ემოციურ დასასრულთან არის უფრო ეს დაბნელება კავშირში. და მნიშვნელოვანი არის საერთოდ რას უთვალისწინებთ ხოლმე ხა ცოტა ვინც ასტროლოგიაში ერკვევა, დაბნელება მნიშვნელოვანი არის პირად რუკაში რომელ სახლში გაგვდის. თვითონ მეც ახლა ცოტა აგიხსნით ზოდიაქოებზეც, მაგრამ პირველად მნიშვნელოვანი არის თვითონ როგორ გადის ეს დაბნელება ჩვენ პირად რუკაში რომელ სახლებში და რომელ რა ასპექტებს აკეთებს. და ზოგადად ფონი, დაბნელების ფონი პირადად ჩვენ რუკაზე როგორ ახდენს გავლენას, ეს რა თქმა უნდა, ვინც ერკვევით ასტროლოგიაში უფრო გამოგადგებათ სიღრმისეულად რა ჩავხმავდეთ. ზედაპირულად კი შეგვიძლია ზოდიაქოებზე ვილაპარაკოთ მზის თვითონ მზის მდებარეობა, რომელ სახლში ხდება დაბნელება ზოდიაქოს მზის რომელ სახლში. ამითიც შეგვიძლია მეორადად ან მესამე დონეზე შეგვიძლია ხოლმე ეს ინფორმაციას დავამატოთ იმ თავარ ინფორმაციებს ხოლმე ეს ესეთი ასტროლოგიური კუთხით რო აგიხსნათ. პირველ რიგში, რას მივაქცევდი ყურადღება? საერთოდ მზის დაბნელება, მთვარის დაბნელება ბოდიში გვაჩვენებს, რა უნდა გაუშვათ წარსულში, რა ემოციური ურთიერთობა რაღაც სფეროსთან და დავასრულოთ მაგალითად. ხო, რა არის იქ ესეთი გადატრანსფორმირებადი ენერგია, ხო? სადაც შევცვალოთ სერიოზულად, დავასრულოთ ემოციური, რაღაცები გავუშვათ, მოდი მარტივად რო გითხრათ, რა გავუშვათ ჩვენ ცხოვრებიდან. შეიძლება ეს რეალურად იყოს გასაშვები, ოღონდ ეს როგორ არის იცით, თევზებში უფრო გვაჩვენებს ემოციურად, რომ აღარ შემისაბამება. მე აქ კომფორტულად აღარ გრძნობ თავს, იმიტომ რომ მთვარე არის უსაფრთხოება, ზოგადად მთვარე არის მე რამდენად კომფორტულად ვარ, არა ის ცნობიერად, რომ ეს მჭირდება. ან ეს ჩემთვის აუცილებელია. მთვარე უფრო გვაჩვენებს ემოციურ ფონს, მე აქ ახლა კომფორტულად ვარ თუ არა ვარ. და სახლების მიხედვითაც სახლებში გვაჩვენებს რა არის აქ შესაძლებელი ან დასასრულებელი საერთოდ. შეიძლება მიდგომები უნდა შევცვალოთ გარკვეულ სფეროებში, შეიძლება პირდაპირ ემოციური ის უნდა დავასრულოთ ემოციური მიჯაჭვულობები რაღაცებთან, ხო მაგალითად. მაგრამ რა არის ახლა გასათვალისწინებელი ამ დაბნელების ფონზე? მთვარის დაბნელების დღეს მთვარეს ექნება ზუსტი კვადრატურა ურანთან. ურანი ჩვენთან ეს არის სწრაფი გათავისუფლების სურვილი. ანუ ის კი რომ დაბნელება მოიტანს იმას, რომ მე აქ დავინახე, რომ ემოციურად აღარა ვარ კომფორტულად, დავინახე, რომ ჩემს შინაგან კომფორტს და ჩემს შინაგან სულიერ ძახილს ეს თევზების ენერგეტიკა არის. აღარ შეესაბამება ეს სიტუაცია, მაგრამ ერთ-ერთი არის გასათვალისწინებელი, რომ შეიძლება ეს ძალიან სწრაფად მოგვინდეს ამ ყველაფრისგან გათავისუფლება. იმიტომ რომ ნეგატიური ასპექტი არის კვადრატურა ჩვენთან, ნეგატიური ასპექტი ნიშნავს თან ურანი არის დაუფიქრებელი მოძრაობა, აქ რო ჰარმონიული ტრიგონი იყოს მაგალითად, ეს იქნებოდა, რომ აი ზუსტად უკვე მომწიფდა სიტუაცია და გაუშვებ და აქ არ იქნება არანაირი ესეთი
სიჩქარე, მაგრამ ნეგატიური ასპექტი ცulis აქვს პლანეტების ჰარმონიზაციას და პირიქით ქმნის ნეგატიურად, რომ აი სწრაფად მინდა მოვიშორო ყველაფერი. ამისგან ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ფარი არის ემოციები და ამ პერიოდში ემოციებზე აყოლა და რადიკალური ცვლილებები არ არის მაინც სასარგებლო, იმიტომ რომ დაძაბული ასპექტი არის. აქ შეიძლება მერე აღმოჩნდეს, რომ ნაჩქარები იყო გადაწყვეტილებები, არ იყო გათვლილი, იყო ფარეთევზებში, უფრო ილუზორულ ნიადაგზე, აი რაღაცა ესე სხვანაირად წარმომედგინა ეს ცვლილება და მერე სხვანაირი აღმოჩნდა სიტყვაზე, ხო? და შეიძლება მიამიტურად, იმიტომ რომ თევზებს აქვს ეს რა, აი ფანტაზიაში ცხოვრება უფრო სხვანაირი ჩანს და რეალობაში საერთოდ სხვანაირი. აი ამის რისკი არის ახლა ამ დაბნელებაზე. ამიტომ ყოველთვის უთვალისწინებთ ხოლმე დაბნელების ფონს, როგორი არის, ჰარმონიული არის დაბნელება თუ აქვს მას რაღაც თავისი ქვედა დინებები. ამიტომ ამ პერიოდში იგრძნოთ საერთოდ დაბნელება უკვე მინიმუმ 2 კვირით ადრე მზის დაბნელება რომ დაიწყო. ავტომატურად იყო მთვარის დაბნელების ფონი. ნელა უფრო ამოიტანს მთვარე გასაცნობიერებლად, რომ აი ეს რაშიც ვარ, მე არ მომწონს, ან არ არის ეს ჩემ სულთან ახლოს მაგალითად, ხო? და არ არის ეს ჩემ კომფორტულ ზონასთან ახლოს და მაგრამ ურანი შემოიტანს, რომ სასწრაფოდ უნდა გავთავისუფლდე ამ ყველაფერსგან, ან სასწრაფოდ დავასრულო ემოციურად. აქ ურთიერთობები მაგალითად იქნება როგორც ფიზიკური ურთიერთობა, შეიძლება იყოს ემოციური, შეიძლება იყოს მაგალითად უბრალოდ რომ ეს აიდანღაც მინდა წამოვიდე, საერთოდ აღარ მინდა სიტუაციაში ვიყო, ოღონდ ეს იყოს ფეთქებადი ან იმპულსური გადაწყვეტილება. ამიტომ უნდა გადავიდეს ჯერ ეს ფონი, ნელა მივხვდეთ უბრალოდ ახლა ემოციურად დაფარულად, რომ რაღაც აღარ გვინდა, რაღაც დასასრულებელია, ან ტკინეულად გამოვიმშვიდობოთ რაღაცებს. ახლა ზოგი არის რომ შეიძლება ვერ მიხვდა, მაგრამ სამყარო უცებ ახვედრებს, რომ იქ უცებ სამსახურიდან გამოუშვეს სიტყვაზე, ძალიან ისე ვამბობ, რომ შეიძლება უცებ პირად ურთიერთობაში რაღაცა დასრულდა მეორე მხრიდან, ხო? და ეს შეიძლება იყოს, რომ მე არ ვიყავი ამისთვის მზად, აი სცენარიც იცის, მთვარე ურანის ნეგატიურმა ასპექტმა, რომ აქ საერთოდ მე კი არ დავასრულე, გარემოებამ დაასრულა, ან შეცვალა რაღაც რეალობა, ხო? და მოულოდნელობებისკენ უსიამოვნო მოულოდნელობები და ზოგს ეს სცენარი იქნება უფრო, ზოგი არის რომ იქით მე მინდა სწრაფად შევცვალო რაღაცეების სფეროში და არის რომ მე არაფერს არ ვცვლი და აქ ურანმა მაიძულოს. ოღონდ ძალიან მოულოდნელად და ძალიან უსიამოვნოდ. ესეც ახასიათებს ხოლმე ზოგადად ამ ტრანზიტს. მნიშვნელოვანი არის გასათვალისწინებელი, რომ დაბნელებების დღეებში, მაგალითად 26-27-28 არაფერს არ ვაკეთებ, მაინც იმიტომ რომ ანუ მე 4 დღეს მაინც ვიღებ ხოლმე, იმიტომ რომ ემოციური ფონი არის გადამეტებული, თან თვალეთებზებში არის ზედმეტი სენსიტიურობა, შეიძლება გამოვიდეს ზედმეტი წყენიანობა, ზედმეტი მგრძნობელობა და ფეთქებადობა ურანული მე აქედან გამომდინარე, ხო? ამიტომ როცა ვიცით ხოლმე რომ აი ახლა ემოცია არის ძალიან ისეთი მგრძნობიარე მოწყვლადი, არც ვინმეს უჩხიკინებთ და არც აქეთ თუ ხდება რაღაცები, მანდაც ვართ ცოტა მყარად, რომ როცა ვიცით ფონი რაც არის, უკვე აღარ ავყვებით, ხო? ესე რომ თქვა, ამასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თვითონ ახლა ახალგაზრდობით ზოდიაქოებზე როცა ვლაპარაკობთ, მოდით ესე ვიტყვი რომ მნიშვნელოვანი არის საერთოდ თევზების 5-6 გრადუსზე თუ რაიმე პლანეტები გვყავს, ან ქალწულის გრადუსზე, ხო, იმიტომ რომ ოპოზიციას გააკეთებს. ზოგადად იქნება აი ძალიან ისე ზოდიაქოებით რო გითხრათ, ეს არის მშვილდოსანი ტყუპებისთვის მნიშვნელოვანი დაბნელება, ზოდიაქოდან პირადი პლანეტები თუ გვყავს მაგ გრადუსებზე, რო კვადრატურებს გააკეთებს და არის ოპოზიცია ქალწული თევზის. აი ამ 4 ნიშანზე, ან ამ ნიშნებში თუ პლანეტები გვყავს და უფრო ამას აქვს ხოლმე მნიშვნელობა, მათთვის ეს იქნება ცოტა კვადრატურა, ან ეს იქნება როგორც ეს კვადრატურამ რა იცის, იძულებით შეცვლა, ან იძულებით გადატვირთვა ენერგიის, ეს არ არის ჰარმონიულად, რომ აი ეს პროცესი დასრულდა და ლამაზად დაიწყო ახალი. არა, აი აქ ხდება ხოლმე უფრო რომ აი რაღაც სხვა რაღაცა მინდა და ან არ გამოდის, ან ვერ მივდივარ, ან რაღაც არის გასაშვები დასასრულებელია, მე არ ვეგოები ამას, პოტენციურად შეიძლება აქ ცოტა
ესეთი კონფლიქტური სიტუაცია ჩაირთოს, ხო? თან ურანი ზოგადად როცა ტყუპებში არის, ასევე კვადრატურას აკეთებს ამ ნიშნებთან, ზოდიაქოს ნიშნებთან და ეს ძალიან ისეთ საგრძნობი შეიძლება იყოს მათთვის, ხო? იმიტომ რომ ახლა ეს ჯვარი ესე რო ვთქვათ, ხო? განსაკუთრებით ეს ნიშნები, ზოდიაქოს ნიშნები თუ პლანეტები, შეიძლება ვენერა მყავს თევზების მეოთხე გრადუსზე და ურანი მიკეთებს კვადრატურას და მთვარე მიერთდება სიტყვაზე და ეს შეიძლება რას ნიშნავდეს, რომ ურთიერთობებში გადატვირთვის საუცილებლობა მოდის, მოულოდნელი, უსიამოვნო მოულოდნელობა ან ფინანსური მაგალითად. შეიძლება დავუკვირდე, სადღაც მე აქ კარგად ვგრძნობ თავს თუ არა გრძნობებში და შეიძლება ამის შეცვლა მომინდეს, ან სასიყვარულო სფეროში გადავტვირთო რაღაცეები ჩემ თავში. სიტყვაზე გეუბნებით, აი ასე მსჯელობთ ხოლმე რა ასტროლოგიურად, ხო? თუ არის იქ მარსი, მაგალითად შეიძლება გადაიტვირთოს საერთოდ იმპულსურობა, შეიძლება მომინდეს რაღაცა მოულოდნელად ვიაქტიურო სიტყვაზე და ურანმა იქ დამატრიდეროს, ხო, სიტყვაზე და აქეთ არის მთვარის დაბნელება უკვე ემოციურ ფონზე მოქმედება, ну ხა თან მანქანაზე შეიძლება მანქანის თემაც არის მარსი, მანქანაზე ვიჯდე და იმპულსურად რაღაც გავაკეთო და უფიქრებლად, სიტყვაზე გეუბნებით, აი ესე პირადი რუკით ნაჭერ გავდივართ ამ ფერზე თუ არის რამე პლანეტები. და ამის მიხედვით ხედავთ ხოლმე რა არის მოსალოდნელი. მაგრამ ეხლა რო გავყვეთ ზოდიაქოს ნიშნებს ზოგადად, მაგრამ აქ ვიგულისხმოთ მოდით, ვისაც აი ვერძებისთვის, ზოდიაქოთი ვერძებისთვის ეს დაბნელება ხდება ზის მიხედვით მე-12 სახლში. ანუ იცით რა ასტროლოგიაში სახლების სისტემა გვაქვს 12 ზოდიაქოს ნიშანი არის და მასეთივე შესაბამისობაში სახლი გვაქვს, ხო? სახლს ვეძახით ესე დანაწევრებულად ეს დაყოფილი ესეთი 30-30 გრადუსიანი იდეა რო გითხრათ სახლები. პირად რუკაში რაც ჩანს და ვერძებისთვის ან ვისაც მე-12 სახლში უხდებათ დაბნელება მაგალითად თვალის რა არის აქ გასაშვები ან გასაცნობიერებელი. მე-12 სახლი ასტროლოგიაში თევზებს შეესაბამება. ეს არის რომ რაღაც ცვლილებები ხდება აღარ ზურგს უკან. მე-12 სახლი არის პირველი სახლი თუ მე ვარ, ჩემი სხეული არის და მე ვხედავ ჩემ თავს, მე-12 სახლი არის პირობითად რა გიხსნათ ესე ჩემს ზურგს უკან. შეიძლება იყოს არაცნობიერში, რაღაც ქვეცნობიერი დინებები, რაც არის, რაღაცა წყენები, რაღაცა ჩაბუდებული ტრავმები, შეიძლება იყოს ამოსვლა ამ ყველაფრის და განათოს თარი, ესე რა ვთქვათ, ხო? შეიძლება ძველი წყენები ამოუტივდით და შეიძლება პირიქით რაღაც ისვლილება მოუნდეთ, აი გულით რა მინდოდა მე-12 სახლი არის ასევე, რომ მე შეიძლება იზოლაცია მინდა, ჩემ თავთან ჩაღმავება მჭირდება, შეიძლება მივხვდე რომ რაღაცები მაქვს ჩემ თავში გასარკვევი და გასაშვები და შეიძლება ცოტა ხანი მარტო ყოფნა მომინდეს სიტყვაზე, ხო? აი ზოგისთვის შეიძლება ვერძებისთვის ან მე-12 სახლში როცა ყავთ, ეს იყოს უფრო ფსიქოლოგიური მოვლენა, ფსიქოლოგიურად, იმიტომ რომ მე-12 სახლი ჩვენა ქვეცნობიერს მართავს, ემიგრაციასაც მართავს, სხვათა შორის და დაფარულ მოვლენებსაც მართავს, მაგრამ ესე პირობითად რო გავიგოთ ვერძებისთვის შეიძლება იყოს ან მე-12 სახლელები, ვისაც მე-12 სახლში უხდება, ეს შეიძლება იყოს უფრო ფსიქოლოგიური გაცნობიერება, რომ რაღაც ჩემში რაც არის, აი ჩემ შინაგანი სამყაროში, ჩემ შინაგან ტრავმებში, იმიტომ რომ მე-12 სახლი ზოგადად ტრავმებსაც უკავშირდება ძველ დაფარულ, აი საერთოდ არ მახსოვდა ისეთ საკითხებს უკავშირდება ხოლმე და შეიძლება ის ამოტივტივდეს, გადატრანსფორმირდეს რაღაცა გავუშვა, რაღაც ყენა, ვიღაცას ვაპატიო მაგალითად, ხო, ზოგისთვის ეს იქნება აქტუალური. ზოგისთვის ეს იქნება, რომ აი ჩემში რაღაცა შინაგან პროცესებს მივხვდი რა მინდოდა თურმე ამდენი ხანი, ხო? და აი სადღაც შევხვდი ჩემს ფსიქოლოგიურ, ემოციურ ფონს. აი ზოგისთვის შეიძლება ეს იყოს. შეიძლება ზოგთან ახლა საზღვარგარეთთან დაკავშირებული რაღაც პროცესები იყოს, იმიტომ რომ მე-12 სახლი ემიგრაცია არის, ეს არის სადღაც შორს წასვლის სურვილი მაქვს, ან განმარტოების სურვილი მაქვს და ეს შეიძლება იყოს იმის წინაპირობა, რა რაღაც უნდა დავასრულო აქ, რაღაც შინაგანად, რამდენად კომფორტულად ვარ, რამდენად ჩემ შინაგანში გარკვეული მაქვს ურთიერთობები, უფრო პრიორიტეტად ეს შეიძლება იყოს. ზოგმა შეიძლება საერთოდ ვერც გაიგოს, იმიტომ რომ მე-12 სახლის დანახვა, აქ ძალიან აქტიური უნდა იყოს პირად რუკაში ემოციური წყლის ენერგია, რომ მე-12 სახლის პროცესებს ჩაწვდეს ადამიანს. ზოგმა შეიძლება ვერც გაიგოს უბრალოდ, ხო? როდესაც კუროზე ვლაპარაკობ, კუროს ვიჭდება მე-11 სახლში. აი შეიძლება აქ იყოს აქცენტი მომავალთან დაკავშირებით, მომავლის გეგმები, გადახედვა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მე-11 სახლი ჩვენთან ეს არის
სამეგობრო ჯგუფები ეს არის ურთიერთობების სოციუმთან აქტიურობა მაგალითად, ხო? ეს არის მომავლის გეგმა, რამდენად მე მომავლის გეგმები მაქვს, რამდენად მომავალს უყვებ. რაღაცა იცვლება კუროებისთვის, ან მე-11 სახლში თუ ყავს მაგალითად ეხლა ეს დაბნელება, რაღაც შეიძლება შეიცვალოს მომავალთან დაკავშირებით ხედვები. რაღაც რაც გვეგონა შეიძლება ესე არ იყოს. შეიძლება იყოს დასასრულებელი ცოტა ესეთი утоპიური გეგმა თუ გქონდა. შეიძლება რაღაცნაირად განვაახლო სადღაც, რომ მე ეხლა აი ამ მომავლის გეგმებში მეგობრებთან, სოციუმთან, როგორც ვიყავი ძველი ფორმატით, იქნება ეს არის უკვე შესაძლებელი და დასასრულებელი არის ძველი ჩემი ურთიერთობა. მე-11 სახლი ეს არის ასევე, აი, როგორ გითხრათ, სადღაც ცვლილებების ენერგია და მოითხოვს მე ურანული სახლი არის მე-11 სახლი და ცვლილებებს მოითხოვს მათგან და ეს ცვლილებები რომ მოხდეს რაღაცა ძველი უნდა გაუშვათ რაღაც ძველი პატერნები ცვლილებების მიმართ ან მოულოდნელობების მიმართ ან განახლების მიმართ ჩვენი ხედვა არის შესაძლებელი აი ვისთან როგორ იმუშავებს ეს უკვე მათსი არის ვის რა აქვს პირად რუკაში აქტიური მაგრამ მომავალი იქნება ფოკუსში მათთვის და ესეთი თავისუფლების თემებიც, იმიტომ რომ მე-11 სახლი თავისუფლება არის, შეიძლება ეს იძულებითი თავისუფლება იყოს, მაგალითად, იძულებითი რა არის, შეიძლება ვიღაცას კონდეს, ზოგს კონდეს იქ იძულებით, რომ სადღაც აი ჰაერში ვარ გამოკიდული, ან სამსახურში პრობლემები შემექმნა, ან პირად ურთიერთობებში, მაგალითად, ზოგს პირიქით აქვს უკვე შესაძლებლობა, რომ მივხვდი თავისუფლებისთვის რა მჭირდება, საით უნდა ვისწრაფოდე და რა ძველი პატერნები უნდა დავასრულო, რა თავისუფლებას მიზღუდავდა. აი ვის როგორ ექნება სცენარში, ხო? ეს განსაკუთრებით ვისაც მე-11 სახლში უჯდება, შეიძლება ძველი ურთიერთობები დასრულდეს, მეგობრობა იქნება ეს ძველი სოციალური კონტაქტები, რაღაცებში შეიძლება ცვლილებები შემოიტანოს, რომ მე მომავალში გააგრძელოს უკვე განახლებული ურთიერთობები გარესამყაროსთან, მოდი ესე რომ ვთქვათ. ტყუპებს უჯდებათ, მეგობრებო. მე-10 სახლში, მე-10 სახლი კარიერა არის, ეს არის სტატუსი, ეს არის მამასთან ურთიერთობა, ეს არის მამის სახლს ვეძახით, ეს არის უფროსებთან, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა, რაღაცები არის შესაძლებელი აქაც, რაღაც არის ძველი პატერნები დასასრულებელი. კარიერულ თემებში უნდა დააკვირდნენ რა უშლით ხელს, რო კარიერულ ან სტატუსურ თემაში, ან ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში, ან მამის, ან ავტორიტეტებთან ურთიერთობა არის. მე-10 სახლი თხის ენერგია არის, მაშინ რა უშლით ხელს იმისთვის, რომ იგრძნო მყარად თავი. აი, სადღაც ეს ზურგს რომ იმაგრებს რაღაც ეს არის მე-10 სახლი და მათ ექნებათ ტყუპებისთვის განსაკუთრებით ეს ფოკუსში იქნება რომ უნდა შევცვალო ჩემში რაღაცები რაც სიმყარეს აღარ მაძლევს რაც სადღაც მიშლის ხელს კარიერულ წინსვლაში ან შეიძლება საერთოდ დავფიქრდე იმაზე რომ აი რამდენად გავარმყარად მიწაზე, რამდენად მაქვს ჩემი საქმე, რომელიც ან მიყვარს, ან მინდა, ეს არის უფრო არა სამსახური, არამედ რა წარმოვედგინ ამ ცხოვრებაში, რა სტატუსი მაქვს, ზოგისთვის შეიძლება იყოს სტატუსი დაქორწინებაც არის, სტატუსი შვილის სკოლაც არის, სტატუსი არის, რომ მე სადღაც აი რეალიზებული ამადამ სფეროში ვარ, ამიტომ მე-10 სახლი ესე არ არის კონკრეტულად, რომ აი მაინც კარიერაში ვარ, აი ჩემი სტატუსი რა მინდა რომ მქონდეს, ხო? აი ამის გადატვირთვის თემა ტყუპებს ან მე-10 სახლში ვისაც აქვთ დაბნელება, მათთვის იქნება ძალიან აქტუალური, რომ რაღაც საძირკველი მჭირდება, სადღაც საყრდენი მჭირდება და რამდენად ვარ ჩემი თავისთვის საყრდენი. და ეს უფრო ფსიქოლოგიურ თემებში იქნება აქტუალური, ახლა რასაც ვიძახით ამ სახლებს, ვიდრე ესე რომ ავდგე ახლა მზის დაბნელება რომ იყოს მე-10 სახლში, აქ პირდაპირ ფიზიკურად ცვლი კარიერაში რაღაცებს, მაგრამ აქ უფრო ემოციური საფრთხეებაზე არის ლაპარაკი. აი თქვა თუ კუროებზე ველაპარაკე მე-11 სახლზე, ხო? იქ ემოციურად მე რამდენად ყავს ხალხი გვერდში, რამდენად ვეყრდნობი მეგობრებს, ან რამდენად ვარ თავისუფალი, ემოციურად თავისუფალი, ამაზე არის აქ ლაპარაკი, ხო? და მე-10 სახლიც ეს არის ტყუპებისთვის, რომ რამდენად მე შინაგანად მაქვს შინაგანი საყრდენი. და რამდენად ვეყრდნობი ჩემს შესაძლებლობებს, ჩემს უნარებს, რამდენად შემიძლია მივიდე ამ ცხოვრებაში რაღაც სტატუსთან და დავაკვირდე რა არის ჩემთვის სტატუსი. ეგება და დავჯახება მინდა და აქ მინდა სტატუსი შემეცვალოს. ეგება და აი სტატუსი მინდა მქონდეს ახლა რომ აი სადღაც განუქორწინდი
თავისუფალი ვარ სიტყვაზე. ან პირიქით, აღარ მინდა თავისუფლება და მინდა რომ ქორწინებაში შევიდე და სტატუსი შემეცვალოს, ხო? აქ ესეც იგულისხმება, არ არის მარტო ხრევნებით კარიერა. კირჩხიბებს უჯდებათ მეცხრე სახლში, მეცხრე სახლი ემიგრაცია არის, მოგზაურობები არის, მეცხრე სახლი ჩვენთან რაღაცის სწავლა არის, რაღაც მსოფლმხედველობის შეცვლა არის. შეიძლება მეცხრე სახლი ჩვენთან იუპიტერული ენერგია და ეს არის პირდაპირ რაღაც დიდი გლობალური გავიაზრე ჩემ ცხოვრებაში, რაღაც ზევიდან შევხედე ამ ცხოვრებას, რაღაც გლობალური არის მეცხრე სახლი ყოველთვის. ეს არის სად არ ვიღებ იუპიტერიანულ ენერგიას ამას, იმიტომ რომ იუპიტერიანული ენერგია სად არ მაქვს ოპტიმიზმი მაგალითად, სად შიგნით ხო არ გამოვიმუშავე ეს ოპტიმიზმი, ხო, ამაზე არის აქ საუბარი. შესაძლოა ახლა დავაანონსე 4 ოქტომბერს მაქვს იუპიტერის გაცნობიერების ჯგუფური ტრენინგი და ზუსტად ამაზე მექნება თეორია, პრაქტიკა, პირადი რუკებით ზუსტად იუპიტერულ ენერგიის დაჭერაზე მექნება საუბარი, რატო ვერ ვახცევთ წარმატებას მაგალითად, ან რატო შიგნით არა გვაქვს სულში რაღაც ბედნიერების შეგრძნება, ხო? იმიტომ რომ იქ მთელი ამბები არის ხოლმე პირადურკაში ამაზე მექნება ჯგუფური ტრენინგი და ზუსტად ეს გააქტიურდება, ეხლა ვისაც მეცხრე სახლში უჯდებათ დაბნელება, ან კირჩხიბი არის ზოდიაქოთი მაგალითად და მეცხრე სახლი ზუსტად ეს არის, რა არის ის ბედნიერების ენერგია, რომელიც ფსიქოლოგიურად ჩემში უნდა იყოს, რა მიშლის ამ ყველაფერში ხელს, რომ მე აი სამყაროს ნამდვილობით ვიყო აღსავსე. ზოგისთვის ფსიქოემოციურ დონეზე ეს თემები იქნება აქტუალური, ზოგისთვის იქნება მსოფლმხედველობის თემა აქტუალური, მე რაღაც შემეცვალა ღირებულებათა სისტემა, მე რაღაც ძველი უნდა გაუშვა, ძველი ღირებულებები. შეიძლება ზოგს კონდეს ინტერესი უკვე რაღაც ახალი მაქვს ასწავლი, იმიტომ რომ ძველი ცოდნა შეიძლება აღარ მადგება. ზოგს შეიძლება მოგზაურობა მოუნდეს ძალიან, რომ მე მინდა გავიფართოვე ჩემი ცნობიერება და რა მიშლის ხელს, რომ ეს გავაკეთო და კირჩხიბებისთვის უფრო ეს თემები შეიძლება იყოს აქტუალური. როდესაც ახლა მაგალითად ლომებზე ლაპარაკობთ, ლომებს უჯდებათ მერვე სახლში, მერვე სახლი არის ჩვენთან მარტივად რო გითხრათ, კრიზისების სახლი არის, სხვისი ფულის სახლი არის, ვალების სახლი არის, კრედიტების სახლი არის და აქ შეიძლება კონდეს ზოგს მაგალითად გაცნობიერება რომ და დამოკიდებულება სხვებზე. ამდენად ვარ მე სხვაზე დამოკიდებული, ან ფინანსურად, ან ენერგეტიკულად, ან სექსუალური კუთხით, ან ემოციური კუთხით, ხო? იმიტომ რომ მერვე სახლი ეს თემები არის ჩვენთან. და ლომებს შეიძლება კონდეთ ის რომ აი ზოგს მოუნდეს გაწყვიტოს ყველანაირი ენერგეტიკული, ფინანსური ჯაჭვი ან ყოფილ პარტნიორებთან, იმიტომ რომ მერვე სახლი ჩვენთან პარტნიორების ენერგიასთან კავშირი არის. ზოგ შეიძლება კონდეს და გასრულება რაღაცნაირად ღრმა ფსიქოლოგიური ტრავმები შეიძლება იყოს, ან გაცნობიერების კარგი შესაძლებლობა კონდეთ ვიღაცასთან იქნება ეს ტრავმების გაცნობიერება, ვიღაცასთან იქნება ძველი ენერგეტიკული კავშირების ბოლომდე გაწყვეტა, ან აუცილებლობა ამისკენ. ან უბრალოდ ფსიქოემოციურ დონეზე მე რამდენად ემოციურად მაქვს საზღვრების შინაგანი. რამდენად აი ძალაუფლების თემები, ხო, ჭვიანობის თემები, რამდენად ვარ მე ჩემ თავში თვითკმარი. ხო არ არის ჩემში ისეთი რაღაცები, რაც სხვების გავლენას აძლიერებს, ხო? რომ ემოციური საზღვრები ეს ჩვენთან მერვე სახლიც არის, რომ აი ვიღაცა მაგალითად შეიძლება манипуляცია კონდეს, ხო, ჩემზე. მე თუ მყარი საზღვრები მაქვს, ვერანაირი манипуляცია ვერ იქნება შესაძლებელი. ზოგისთვის შეიძლება ფოკუსში ეს დადგეს. რომ ჩემში ემოციურად რა მიჯაჭვულობები მახასიათებს, რაც შეიძლება სხვებისთვის გავლენის შესაძლებლობა კონდეს. ან ფინანსურად მაგალითად შეიძლება მომინდეს მე ძველი ფინანსური კავშირების ჩახსნა, ესე რომ ვთქვათ, ხო? და იმიტომ რომ აი ზოგს მაგალითად უნდოდეს, რომ აი რაღაცნაირად აი ვალები მინდა გავისტუმრო და ეს ვალი შეიძლება ემოციური იყოს, ფინანსური იყოს, ენერგეტიკული იყოს, საზღვრების დაცვის თემა შემოვა. ხო? და ზოგთან ეს იქნება რამდენად ემოციურად მე უსაფრთხოდ ვარ საერთოდ. რამდენად ჩემს საზღვრებს ვიცავ, ხო? ამაზე არის აქცენტი ხოლმე როგორც წესი გასაკეთებელი. როდესაც ქალწულებზე ვლაპარაკობთ, ქალწულის ზოდიაქოსთვის ეს არის მეშვიდე სახლი, მეშვიდე სახლი პარტნიორებია, ეს არის ქორწინების პარტნიორი იქნება, ურთიერთობები იქნება, შეიძლება კლიენტებთან ურთიერთობაც იყოს, იმიტომ რომ კონსულტაციები, ზოგადად ვინც კონსულტაციებზე მუშაობს, ან ექიმები მაგალითად რო იღებენ კლიენტებს, პაციენტებს მეშვიდე სახლიდან მოსდიან, მათ კონსულტაცია რო გაუწიო ვინმეს, ან როცა მაგალითად
ვიღე, აი ფსიქოლოგი ვარ მაგალითად და ვიღებ კლიენტებს, ხო, ესეც მეშვიდე სახლი არის, კონსულტირება ზოგადად მეშვიდე სახლი არის. შესაბამისად შეიძლება ქალწულის ან ზოდიაქოსი, ან ვისაც მეშვიდე სახლში ყავს დაბნელება, აქ ან ქორწინების პარტნიორებიც არიან, ან უბრალოდ პარტნიორული ურთიერთობა. შეიძლება მოუწიოთ გადახედვა ურთიერთობების, რაღაცების დასრულება, რაღაცების შეცვლა. ან კონსულტაციაში რაღაც შეიძლება მომწიოს მე ემოციურად რაღაცები გავაცნობიერო, რაღაცები დავასრულო, შევცვალო უბრალოდ. ხო მიდგომა შევცვალო კლიენტებთან სიტყვაზე, ზოგ შეიძლება ეს კონდეს ფოკუსი, ზოგ შეიძლება კონდეს ფოკუსი, რომ მე მინდა რომ იმიჯი შევიცვალო ურთიერთობებში სხვებთან, ხო? და აი რაღაც სხვანაირად მინდა რომ დამინახონ უკვე. ზოგჯერ შეიძლება ნიშნავდეს, რომ ქალწულისთვის ან მეშვიდე სახლისთვის რომ დაბნელება ხდება მათ პარტნიორთან, იმიტომ რომ მეშვიდე სახლი ჩემთან ასევე მეუღლე არის ან პარტნიორი არის, ხო? ვისთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა შეიძლება გქონდეს, ან ერთად ცხოვრობდეთ სიტყვაზე. და მეშვიდე სახლში დაბნელება როგორც წესი მენიშნებს, რომ იქ ხდება დაბნელება იმ ადამიანთან, მაგალითად, მას აქვს რაღაც ცვლილება და შესაბამისად ის მეხება უკვე, რომ აი ან ხედავ, რომ იმ ადამიანში არაფერი არ იცვლება საერთოდ. და ეს დავინახო, რომ დაბნელება არის მასთან და მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა უფრო დავინახო, ან ვისაც მეშვიდე სახლში ყავს დაბნელება, მაგისთვის ეს ფოკუსი იქნება, რომ ამ ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობა არ შეიცვლება და ეს დავინახო მე ძალიან ნათლად. თუ მეუღლეზე და პარტნიორზე არის ხო საუბარი აქ. და მან პირიქით შეიძლება პირიქითაც იყოს, რომ დაბნელება ხდება იქ რაღაცები იცვლება, იქ რაღაცები სრულდება და ეს მე ძალიან მეხება. ზოგთან ეს ვერსია უნდა შეიძლება იყოს, გააჩნია უკვე პირად რუკაში. თან ურანი აჩქარებს პროცესებს, ხო, ძალიან სწრაფად მივხვდი, ძალიან სწრაფად დავინახე, ძალიან სწრაფად მინდა შევცვალო. აი ეს თემატიკა აქტიურდება ეხლა მაგალითად ქალწულებისთვის. ახლა რაც შეეხება მორიელს ვიჯდება მე-6 სახლში, მე-6 სახლი ჩვენთან არის ჯანმრთელობის ბოდიში, სასწორის ჯერი არის ჯერ. სასწორს ვიჯდება მე-6 სახლში, მე-6 სახლი ჩვენთან სამსახურია, შრომა არის, რუტინა არის, ყოველდღიური რუტინები არის. შეიძლება სასწორის ზოდიაქოებმა გააცნობიერონ, რომ ან ჯანმრთელობას არ აქცევენ დიდ ყურადღებას, ან სამსახურთან დაკავშირებით რაღაცების შეცვლა ჭირდება. შეიძლება სამსახურებრივი კრიზისი კონდეს ზოგ სასწორს მაგალითად და მიხვდეს, რომ რაღაც ძველ სამსახურზე აქცენტი უნდა დასრულდეს და რაღაც სიახლე არის სამსახურთან დაკავშირებით შემოსატანი. ზოგთან შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განახლება იყოს აუცილებელი, რომ მე უნდა შევცვალო რუტინა, მე უნდა შევცვალო კვება, უნდა შევცვალო ყოველდღიური ჩემი ცხოვრების წესი და რაღაც ძველი ჩვევები არის დასასრულებელი. აქ შეიძლება ფოკუსში სასწორებისთვის ეს აღმოჩნდეს. შეიძლება სამსახურებრივი თემაც იყოს, იმიტომ რომ პირდაპირ სამუშაო არის და მაგ უნდა გადახედოს სასწორმა ემოციურად ანიჭებს თუ არა ეს სამსახური მას სიამოვნებას, რამდენად მან შინაგანად ისეთ კომფორტულად არის თუ არ არის, ამის მიხედვით ან დამოკიდებულება უნდა შეცვალოს სამსახურის მიმართ, ან სამსახური უნდა შეცვალოს თვითონ ხო ესე რა თქვა. მორიელებს უხდებათ მე-5 სახლში, მე-5 სახლი შვილებია ჩვენთვის, ეს არის გართობა, დროსტარება, დღესასწაული, ეს არის მზის ენერგია არის, ხო მე-5 სახლი და დასვენება არის. შეიძლება გადატვირთვა იყოს სასიყვარულო სფეროში, იმიტომ რომ სიყვარული არის, ფლირტი არის, მე-5 სახლი გზნობები არის. მე-7 სახლი თუ უკვე პარტნიორული ურთიერთობა არის, მე-5 სახლი ესეთი სასიყვარულო იმპულსი არის. და ზოგთან შეიძლება იყოს, ხო, ვისაც შვილები ყავს, მათთვის შეიძლება იყოს აქტუალური ახლა რომ შვილებთან რაღაცები იცვლება უკვე, იმიტომ რომ მე-5 სახლი შვილების ცვლილებებთან არის დაკავშირებული. შეიძლება მათ ემოციებში რაღაცები იცვლებან, ჩემი დამოკიდებულება შვილის მიმართ, რაღაც აი რა მაქვს გასაშვები, რას ვაკეთებდი არასწორს მაგალითად ბავშვებთან, ხო? ან ჩემი ემოციური კომფორტი, აი რაღაცას უნდა შევხვდე, ხო? აი აქ ბავშვების სფეროში, დასვენების სფეროშიც მაგალითად ზოგს შეიძლება კონდეს გაცნობიერება, რომ ეს მე აღარ მაინჭებს სიამოვნებას და ეხლა უნდა ახალი გასართობი ვნახო, ახალი დასვენება ვნახო, საერთოდ გულის ენერგიას აჩვენებს მე-5 სახლი და მორიელისთვის იქნება რამდენად სიცოცხლის სიყვარული მაქვს, რამდენად ვერთობი ამ ცხოვრებაში, რამდენად თვით გამოხატვაში ვარ, შემოქმედებითი ცვლილებები შეიძლება იყოს საჭირო, ხელოვანი არის მაგალითად, ან ესეთ საზოგადოებაში გამოსვლა მე-5 სახლი არის სცენაზე რომ ვდგავართ და ხალხი რო გვიყურებს, შეიძლება ეს სცენის თემა ძალიან აქტუალური იყოს, რაღაც უნდა შევცვალო აქ. ან ჩემი ემოციური დამოკიდებულება უნდა შევცვალო, რაღაც უნდა დავასრულო, მაგალითად ზოგს შეიძლება სიყვარულის სფეროში რაღაცის დასასრული კონდეს. ზოგს ურთიერთობაში
აუცილებელი იყოს რაღაც ძველი ფორმიდან ახალ ფორმაზე გადავიდეს, ხო? ანუ ძველი ფორმა უნდა გააცნობიეროს. მე თუ ეს ურთიერთობა არ მაინჭებს სიამოვნებას, ესე იგი რაღაც უნდა შევცვალო მოქმედება, ანუ პარტნიორი კი არ შევცვალო, ჩემი დამოკიდებულება სადღაც, ხო? ბავშვებთან დაკავშირებითაც ეს შეიძლება იყოს, რომ მიდგომები უნდა შევცვალო შვილებთან, დასვენებასთან დაკავშირებით და დასვენება ეს არ არის, რომ აი უბრალოდ ეს არის შინაგანი ბავშვი რამდენად ლაღი არის ამ ცხოვრებაში, ხო? და ჩვენ რო ვისვენებთ ხოლმე სადღაც აი იმ სილაღეს ვაძლევთ ჩვენ თავს, რაც იმ შინაგან ბავშვს ჭირდება. და აი აქ ფარის დაბნელება გააცნობიერებს გაგვაცნობიერებინებს მორიალს, მაგალითად გააცნობიერებინებს აი ამ გულის სინათლეში რა მიშლის ხელს, აი ამ შინაგან დღესასწაულში რა მიშლის ხელს. ოქნა აი ყველასთან სხვადასხვა სცენარი შეიძლება განვითარდეს. სადაც მეხუთე სახლში ყავს დაბნელება ამავე დროს ეს შეიძლება იყოს ფოკუსში. სიყვარულის მოთხოვნილება შეიძლება გაუჩნდეთ და რა მჭირდება ამისთვის, რომ ეს სიყვარული მივიღო, ოღონდ ფსიქოემოციურ ენერგეტიკულ დონეზე არის აქ საუბარი. როდესაც საუბრობთ მაგალითად შილდოსანზე, შილდოსანს უჭდება მეოთხე სახლში, მეოთხე სახლი არის ჩვენთან ფესვები, ოჯახი, სახლი, პირდაპირ დედასთან და ოჯახთან ურთიერთობები. და თან აქედან ცოტა კვადრატურას ქმნის ურანი. შესაბამისად, შეიძლება გქონდეთ მეოთხე სახლი არ არის მარტო ოჯახი, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, ეს არის ჩემი შინაგანი ოჯახი, შინაგანი კომფორტი. შეიძლება გქონდეთ აქ გაცნობიერება, რომ რამდენად მე შინაგან კომფორტულად ვარ ჩემს სახლში, ჩემს ციხეში, სიმაგრეში. თუ იქ ტყუპებთან იყო აქტიური შინაგანი საყრდენი ზურგი რამდენად მაქვს, სტატუსი რამდენად მაქვს, ან მყარად რამდენად გევარ ამ ცხოვრებაზე, შულდასანს ექნება აი ფესვები საძირკველი რამდენად მყარად მაქვს მაგალითად, ხო? აი ჩემი სახლში სიმშვიდე, სიმყოდროვე არის თუ არა და შეიძლება როგორც ფიზიკური სახლი იყოს, ასევე ემოციური სახლი იყოს. როცა მე ვარ ჩემ თავთან მარტო კომფორტულად ვარ თუ არა, მთვარი სახლი არის მეოთხე სახლი და აქ შეიძლება ზოგს ხონდეს აი ეს ეგზისტენციალური გაანალიზება, რომ რა მიშლის ხელში, ფოთვა ხო არა მაქვს შინაგანი, უსაფრთხოება მაქვს თუ არა, იმიტომ რომ უსაფრთხოებასთან არის მეოთხე სახლი პირდაპირ კავშირში, ჩემი შინაგანი უსაფრთხოება, სახლის უსაფრთხოება, ოჯახის წევრებთან ნამდვილი ურთიერთობა მაქვს და თუ უბრალოდ ერთად ცხოვრობთ და იქ ემოციური კომფორტი არ არის. ანუ მე ემოციურად უსაფრთხოდ უნდა ვიგრძნო თავი. შეიძლება აი აქ გქონდეთ ეგზისტენციალური გაცნობიერება, რომ ჩვენ უბრალოდ მე სახლში ვარ, მაგრამ აქ არ არის ჩემი შინაგანი სახლი, აქ შეიძლება ჩემი არ ესმით. ან პირიქით შეიძლება გქონდეს რა ადამიანს, რომ ჩემი შინაგანი ხმის არ მესმის, შინაგანი კომფორტი არ მაქვს და რა მიშლის ამაში ხელს. და უცებ გაცნობიერდეს ეს ყველაფერი, ხო? შეიძლება ზოგისთვის იყოს, რომ აი სადღაც მივხვდი რომ სახლი მჭირდება, როგორც ფიზიკური შეიძლება ისე ემოციური სახლი, შინაგანი საყრდენი ფესვები ოღონდ, ხო, სადღაც და აი ეს ფსიქოთერაპიული მუშაობა შეიძლება ძალიან კარგი იყოს მეოთხე სახლში ვისაც ყავს დაბნელება, ან ნუ მშვილდოსნებზე პირობითად ესე რომ ვთქვა, ხა ვიღაცა შეიძლება მთვარე ყავდეს მშვილდოსანში და ამ გრადუსზე და ეს დაბნელება უკეთებდეს კვადრატურას იქიდან ურანი და ემოცია მოიყაროს და განახლება მოხდეს მთელი ბავშვობის ტრამვების სიტყვაზე, ხო? ამიტომ აქ სიღრმისეული ჩაშლა ჭირდება, ხო, ვისაც პირადი რუკა გნებავთ, კი მოდიხართ ხოლმე და ესეთ რა საკითხებს უფრო ფსიქოთერაპიულად სიღრმისეულად კანონდონეზე ვშლით ხოლმე, ხო? მაგრამ აი ესე უბრალოდ ისე რომ გითხრათ ზედაპირულად. რაც შეეხება ახლა თხის რქებს, თხის რქას უჯდება მესამე სახლში, ეს ინფორმაციის სახლი არის, კომუნიკაცია არის, ურთიერთობებია გარემოსთან, მაგალითად დაძვნილსთან ურთიერთობა, მეზობლები, აი უბრალოდ ყოველდღიურ კონტაქტებში ვინც გვირეკავს, ან მაგალითად ვიღაცა მესიჯები შეიძლება მომწეროს, მესამე სახლი ეს არის, ან აი საჯარო კომუნიკაციაში რომ ვარ გარე შემოყვა ტელეფონი მაგალითად მესამე სახლი არის, მანქანაზე რომ დავდივარ მესამე სახლი არის, ცოტა ამ დღეს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ, ვისაც დაბნელება მესამე სახლში ყავს, ან არიან თხის რქები, ზოდიაქოთი სიტყვაზე, ან თუ არ ეყავთ მაგალითად თხის რქაში, იმიტომ რომ ეს სხვათა შორის თვითონ კარდინალურ ჯვარს ეს ურანი მაგალითად ტრიგონს უკეთებს და აქ პირიქით ეს არ არის ისე დამანგრეველი პირიქით ძალიან პოზიტიურ საკეთებს ასპექტებს, მაგრამ მაინც როცა არის მესამე სახლში დაბნელება, მანქანაზე რადგან ურანი არის იქ მაინც ჩართული, მანქანაზე ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ. ან ურთიერთობებში რაღაც ისეთი არ დავწეროთ, რაზეც შეიძლება მერე პრობლემა შეგვექმნას. ურთიერთობებში, აი უშუალოდ დაბნელების დღეებში სიტყვას გაუფრთხილდნენ. იმიტომ რომ ეს სიტყვა შეიძლება აღმოჩნდეს ცოტა
დამაზიანებელი, მოულოდნელად რაღაცა ვთქვი და მე პრობლემა შეიქმნა აქედან. ხო, ურანული ენერგია არის. რა შეიძლება პოზიტიური იყოს? ჩავყმოდნენ ინფორმაციას, წაიკითხონ რაღაცები, იკითხონ მაგალითად ურთიერთონ გარეშე მომყოფებთან, ოღონ ემოციურად არ აყვნენ. შეგვიძლია ჩვენ გადავხედოთ ჩვენ საინფორმაციო ველს. ვინ ყავს ურთიერთობებში ისეთი ხალხი, რომელიც ემოციურ კომფორტს აღარ გვაძლევს სიტყვაზე და ან დავასრულოთ ურთიერთობა მათთან, შეიძლება ზოგთან ეს იყოს აქტუალური მაგალითად, მაგ პერიოდში განსაკუთრებით ამ ენერგიასთან მანქანის ყიდვა, ტელეფონის ყიდვა მეძმეს არ არის სასურველი, იმიტომ რომ დაბნელება ამ სახლში ზოგადად აი ტრანსპორტი, გადაადგილებები, შიდა ქალაქის გადაადგილებები, მანქანა, მესამე სახლი არის ჩვენთან და ამ დღეებში შესაძლებელი მაგალითად ეს საინფორმაციო ველში წესრიგი დავამყარო, ხო? ესე რომ ვთქვათ. ეხლა რა გადავიდეთ მერწყულზე, მერწყულს უხდება მეორე სახლში, ან ვისაც მეორე სახლში ყავს დაბნელება, ეს არის ფინანსები, ეს არის კომფორტი. წყებია დატენა. ცოტა ხანი ესე ჩაიწერს, რა არის შესაძლებელი. და აქ უჯდებათ მერწყულებს უკვე მეორე სახლი არის ფინანსური გადატვირთვა, ეს არის კომფორტი, რამდენად რა არის ისეთი, რაც გასაშვები არის, ეგება და შეიძლება ვარ უსაფრთხოებაზე ზედმეტად ორიენტირებული, ფინანსურ სტაბილურობაზე და ემოციურად რაღაცები არ არის ის არ მოკმაყოფილებს, რაც მჭირდება მაგალითად, ხო? შეიძლება აქ ემოციურად იყოს დასასრულებელი ფინანსებში ეგება და ეს სამსახური ან ეს ფინანსური თემა არ არის ჩემთვის კომფორტის და გრძელვადიანი სტაბილურობის მომტანი. შესაბამისად რაღაცები უნდა შევცვალო. ან ემოციურად უნდა დავასრულო მაგალითად. აი აქ სხვაში ძალიან კარგი არის მეორე სახლი ჩვენ კვება არის და ძალიან კარგი არის აქ კვებითი ჩვევების შეცვლა, დასრულება მაგალითად. ღმერთყულებისთვის ეს ერთ-ერთი აქტუალური იქნება, შეიძლება იყოს არა მარტო კვებაზე, არამედ აი ჩემ შინაგან სიყვარულს, ხა მე ვენერა მართავს მეორე სახლს, სიყვარულს რა მანიჭებს, ან სიტკბოს ამ ცხოვრების რა მაძლევს. რამდენად ჩემი თავის გამოხატვა ყელის ჩაკრა არის, ხო? ჩემი თავის გამოხატვას რა უშლის ემოციურად ხელს, რას ვერ გამოვხატავ ჩემ თავში, რითი ვერ ვტკბები ამ ცხოვრებაში და მე საკვების თემა აქედან გამომდინარეობს, ან რას ვაირუყურებ თვალებში სხვადასხვა პრობლემებს, ხო? ჩემ ღირებულებებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თვითღირებულებას მეორე სახლი მართავს, რამდენად მე ფასი მაქვს თუ არ მაქვს, ხო? სადღაც შეიძლება ეს გახდეს აქტუალური, ემოციურად გასაშვები იყოს თვითღირებულებებში, არასწორი ხედვები თუ იყო მანამდე, კვებითი ჩვევები თუ არასწორი იყო მაგალითად, კომფორტის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება შესვლა იყოს ამისი აუცილებელი, ხო? და ეს პირდაპირ თვითგამოხატვის თემა, რაც მიბმული არის ავტომატურად რესურსებთან, ფინანსებთან, აქედან მოდის ხო თვითღირებულებიდან მოდის მერე ეს ყველაფერი და ეს იქნება ახლა ფოკუსში მერწყულებისთვის. თევზებს უჯდებათ პირველ სახლში, მთავარი თევზები არის, ეს არის უკვე იდენტობის გადატვირთვა, რა მიშლის მე ხელს გამოვხატო ჩემი ფიზიკური თავი, შეიძლება ზოგს მოუნდეს სხეულის შეცვლა, რაღაც ან ზედმეტი წონა არის გასაშვები მაგალითად, ან შინაგანად მოუნდეთ იმიჯის სერიოზულად შეცვლა, რაღაც ძველი არის დასასრულებელი პირველ სახლში ჩვენთან სხეული არის, ვისაც პირველ სახლში უჯდა ასიდენტი თევზები არის მაგალითად პირველ გრადუსებზე და თავის დაბნელება ასიდენტიან პირველ სახლზე უჯდებათ, ეს ნიშნავს, რომ გასაშვები არის ძველი იმიჯი, ძველი წარმოდგენები ჩემს თავზე. ხალხთან ურთიერთობაში მე როგორ გამოვხატავდი ჩემ თავს ეს არის ემოციურ დასასრულს ლაპარაკობთ და არა ფიზიკურად, მაინც რომ ხა სტაბილოსფერები ჩავიცვათ, მანამდე შავებს ვიცმევდი. თუმცა ესეც ემოციურ ნაწილთან არის კავშირში, მაგრამ აქ უფრო ჩემი წარმოდგენები ჩემს თავზე შესაძლებელი არის, ხო, ჩემი მიღება ჩემ თავში რას ვერ ვიღებ, მაგალითად, რა არის შესაძლებელი, ხო? ჩემს პიროვნებაში, რასაც მე გამოვხატავ გარეთ, ან ჩემ პირად ინიციატივებში, პირველ სახლი ინიციატივები არის, ხო? აქ რას ვერ გამოვხატავ, ეს იქნება თევზებისთვის ყველაზე აქტუალური, სხვადასხვა თევზები დაისვენებენ ახლა და პირველ სახლში ვისაც უხდებოდა სულ ეს იყო, აი, შეიცვალე, აი ეს იყო ყოველი მთარე
თევზებში დაბნელება ან მერე მზის დაბნელება თევზებში, ან ეს ციკლი სულ რაც მეორდებოდა ამდენი ხანი, სულ რო პირველ სახლში გადიოდა, აი სრულდება საბოლოო ცვლილება იქნება ეხლა უკვე ასციდენტი თევზებისთვის ან ზოდიაქოთი თევზებისთვის საბოლოო ცვლილება, რომ ეხლა მორჩა უკვე, აი ეხლა შეგიძლია ბოლო შტრიხი შეიტანო შენი თავის შეცვლაში, შენი იმიჯის შეცვლაში, შენი აი ოღონდ უნდა გავუშვათ ემოციურად, რაც აღარ მაყენებს მე სიამოვნებას, აღარ მანიჭებს მე სიამოვნებას. და ამას რო გავუშვებთ, ეს ციკლი უკვე დასრულდება, დაფიქსირდება და ეხლა მერე უკვე გადადიან სხვა ენერგიაზე, ხო ესე რა ვთქვა. მე მგონი თქვენთვის საინტერესო შეიძლება ყოფილიყო ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ შეგიძლიათ დამიწერეთ კომენტარები, შეგიძლიათ იკითხოთ, ყოველთვის ვაკონტროლებ ხოლმე მაინც ასე თუ ისე SMS-ებს და გცემთ ხოლმე პასუხებს. მინდა გისურვოთ წარმატებები, გაითვალისწინეთ ეს თქვათ, სადღაც შეიძლება ამოგიტივტივდეთ მერე და მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის, თავარი არის რომ დაბნელების პერიოდში ემოციებს არ აყვეთ, გადაწყედილებების სწრაფი არ მივიღოთ, არ დავაჩქაროთ პროცესები, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო და გარშემოცაც, ეხა იქით თუ იქნება ის ურანული ტალღა, ამასაც შვიდად შევხვდეთ, იმიტომ რომ თვალთებზებში ზუსტად ეგ არის სულიერი სიმშვიდის და ბალანსის ძიების მთავარი ენერგია არის. წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო.